3, 2, 1. გამარჯობა, მე ვარ შალვა. ეს არის გადაცემა 10 კითხვა მასწავლებელთან. მართლაც დავიწყოთ. თქვენ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას 10 კითხვა მასწავლებელთან. დიდი მადლობა, რომ პირველ რიგში დამთავრდით ინტერვიუზე. იმედია სახალხო კითხვები გვექნება. მაშასე პირველი კითხვა ასეთი. იცით რომ სწავლა სექტემბერში დავიწყეთ და ეხლა დაახლოებით 2 თვე გავიდე და როგორ ხართ ახლა? რა განწყობა გაქვთ? კარგად ნორმალური სამუშაო. სამუშაო განწყობა, დიდი მადლობა. კიდევ 6-7 თვე ასე უნდა გავაკეთო. ანუ შემართებით ხართ. შეიძლება იქ. მეორე კითხვა არის ესეთი, მოსწავლე გაკვეთილს გირევთ, ან ხელს გიშლით, ან გაბრაზებთ, ამ დროს როგორ იქცევით? ამ დროს და საერთოდ ყოველთვის საშლელი თუ იცით რეზინის საშლელი მაქვს ხოლმე ყოველთვის ჯიბეში და შევბრუნდები კედლისკენ ამოვიღებ ხოლმე იმ საშლელს და ასე ვუყბენ ხოლმე მაგრად ამ საშლელს. ანუ ამით ბრას იკავებთ? მოსწავლეები ხვდებიან ამ დროს? მე მგონი არა, იმიტომ რომ იტყოდნენ. პირველად გაიდებენ ამას. მესამე კითხვა, რა შეადარებდით, რომელ ცხოველს შეადარებდით თქვენს თავს? თახვს. თახვი რატო? ეს თახვი რაღაცნაირად ამ ბოლოს შევისწავლე, მოკლედ რაღაცა პატარა მოთხრობასავით წერთ და დამაინტერესა და უბრალოდ საყვარელი ცხოველი და უბრალოდ გამახსენდა. მეოთხე კითხვა ასეთი მექნება. გჯერათ თუ არა საკუთარი მოსწავლეების? რაში გამოიხატება ეს კონკრეტულად? არ ვიცი, მე ვუყურებ სრულებოვან სერიოზულ და თანასწორ და მართლა თანატოლ ადამიანებს და სხვაჩვენს ძალიან დაბალი ასაკი და სულ პატარასაც მაგალითად ჩემს შვილსაც და შესაბამისად მოსწავლეებს. მეხუთე კითხვა, რას ასწავლით? რას ვასწავლით? დიახ. რას ვასწავლით და ლაბარაკს წერას კითხვას. რომელ ენაზე? ქართული. მეექვსე კითხვა ძალიან საინტერესოა. რომელ ხილს შეადარებდით საკუთარ თავს? რომელ ხილს? ხილი. ანუ ხილი სხვადასხვანაირია ხო. ხილს ვაშლს. ვაშლი? რატო? ვაშლი, იმიტომ რომ ერთი მიყვარს, მეორე რომ რაღაცნაირი ისეთი დიდრული ხილი. თან დაგვეთულა სხვა სიმბოლო. მეშვიდე კითხვა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ძირითადად რა ნიშნებს წერთ? მართალი რომ გითხრათ, ძირითადად წერ 10-ებს და მეტიც მიჩნდება ხოლმე რომ სურვილი რომ სულ 10-ები ვწერთ ყველას, იმიტომ რომ თუ ვინმე თავის მაქსიმალურ შედეგს აჩვენებს, ამ შემთხვევაში რომ სულ 10-ები ვწერთ. თქვენი აზრით ნიშანს რა როლი აქვს სასწავლო პროცესში? ჩემი აზრით დღეს ნიშანს ძალიან დამახინჯებული როლი აქვს სასწავლო პროცესში და მე ვცდილობ რომ მეც და ჩემი მოსწავლეებით ერთასე შორს ვიყოთ ხოლმე ამ ნიშნების. გიორგი მას რამდენი წლის ხართ? 47. 47 წელი საკმაოდ ისეთი წელია უკვე და აი ამ საკმაოდ როგორ? საკმაოდ გამოცდილი წელია უკვე იმ კუთხით და რა გამოცდილება გაქვთ აი ამ წლების გასვლის შემდეგ რა ერთი რომ გითხრათ რას გაგვიზიარებდით? ვიტყოდი მაშინ სხვადასხვა სკოლაში მუშაობის გამოცდილებას და სხვადასხვა თემებში მუშაობის გამოცდილებას. რა რჩევას მისცემდით ადამიანებს? 47 წლის შემდეგ. ალბათ რადგანის საშნელი ვახსენე დავუბრუნდები მას მოთმინება და მოთმინება. მეცხრე კითხვა, რა არის თქვენი ყველაზე დიდი სისუსტე? სისუსტე? აი ისევ დავუბრუნდები რომ ზოგჯერ ბრაზი ამიტაც. ბრაზი. აჰა. და ბოლოს მე-10 კითხვა, რას ურჩევდით მომავალ თაობას? დიდი მადლობა. მადლობა გიორგი მას მომავალ შეხვედრამდე.